დიდება იესოს. მოდით გადავიდეთ რომელთა წერილზე. მე-12 თავი. რომელთა მე-12 თავის პირველი მუხლი. პავლე მოციქული წერს რომაელებს. ამიტომ გევედრებით ძმებო, ღვთიური მოწყალებით, წარუდგინეთ თქვენი სხეულები ცოცხალ, წმინდა, ღვთისათვის სათნო მსხვერპლად, რათა შეძლოთ გონივრული მსახურება. დაწერილი არის, რომ მხოლოდ ღმერთის წყალობით შესაძლებელია წარუდგინოთ ჩვენი თავები ღმერთს მსხვერპლად. ეს არის წყალობა, მადლი. ის რაც მოხდა გოლგოთის ჯვარზე, ამან გახსნა საშუალება ჩვენს წინაშე. მაგალითად, თუ შენ არ იცი ინგლისური ენა, ვერ ჩააბარებ ამერიკის, ინგლისის ან ევროპის რომელიმე უნივერსიტეტში. რატომ? იმიტომ რომ ენა არ იცი. იქ არის რაღაც ჩემ დროს TOEFL იყო, ეხლა არ ვიცი რა არის, მაგრამ უნდა ეს სერტიფიკატი გქონდეს. და თუ შენ ეს სერტიფიკატი გაქვს, გაგიხსნის გზას იმისათვის, რომ უკვე შეძლო ჩაბარება იმ უნივერსიტეტში. მადლი, წყალობა, ის რაც იესომ შენთვის გააკეთა გოლგოთის ჯვარზე, უკვე გახსნა გზა ბევრი რამისათვის, საჩუქრებისათვის, მარადიული სიცოცხლისათვის. ეს არის კარები. ამიტომ თუ შენ არ გწამს ის რაც მოხდა გოლგოთის ჯვარზე, მაშინ არანაირი კარები შენს წინაშე არ არის გაღებული. ამ კარებს ვერ ხსნის მარიამის ქანდაკება და ვერც გიორგის ხატი. ამ კარს ხსნის რწმენა იმისა, რაც მოხდა გოლგოთის ჯვარზე. ამიტომ უფალი ამბობს, პავლე მოციქული ამბობს, ანუ იმის გამო, რასაც ლაპარაკობს ის წინამუხლებში და რას ლაპარაკობს წინამუხლებში, იუდეველებმა უარყვეს იესო ქრისტე. ამიტომ, რადგან ისრაელმა უარყო იესო ქრისტე, ღმერთის წყალობის მეშვეობით იესოში ხვდებით უნარიანი. რჯულით ვერ მოხდა ეს, რომელიც ებრაელებს აქვთ, მაგრამ იესოთი მოხდა ეს ყველაფერი. დაწერილია, რომ წარუდგინეთ მსხვერპლად და ეს სიტყვა მსხვერპლი ბერძნულად იგივეა, რაც ცხოველებს რომ მსხვერპლად შესწირავენ ხოლმე. ანუ ეს არის ზუსტად მსხვერპლ შეწირვა. და თქვენ იცით, რომ იესო ნებაყოფლობით შეეწირა. ანუ პავლე მოციქული ამბობს, რომ ჩვენი თავი ნებაყოფლობით უნდა შევწიროთ მსხვერპლად იესო ქრისტეს. იცით ძვირფასებო, როდესაც შენ მოდიხარ იესოსთან და როდესაც შენ ხდები ეკლესიის წევრი, ღმერთის სურვილი არის, რომ სრულად მსხვერპლი გქონდეს შეწირული. ეხლა ზოგი იტყვის, რომ ეს რა ცუდი რაღაცა არის. ესე იგი, მე ჩემი ცხოვრება აღარა მაქვს, მე მსხვერპლად უნდა შევეწირო, ესე იგი, მე რა გამოდეს ახლა ის პიროვნება ვარ, რომ როგორც მსხვერპლს წირავდნენ და კვდებოდა, ისეთი უნდა გავხდე? ჩემო ძვირფასო მეგობარო, მსხვერპლის შეწირვა არის ძალიან ძვირფასი რამ, მაგრამ ამის გაცნობიერებამდე უნდა მიხვიდეს შენ. იცით, როდესაც ჩვენ დევნები გქონდა, აი მაგალითად გქონდა დევნები, ძალიან გახარებულები ვიყავთ. ეხლა ჩვენ გვაქვს სასამართლოები. იცით, ზოგიერთი რო შემხდება მეტყვის, რომ ვაიმე თქვენ სასამართლოები გაქვთ, ქონებრივი დავა გვაქვს, როგორ ესე იგი ბალეში ყოფთ, როგორ გვინდა რომ ესა გულშემატკივროთ, მე ხა ძველი კაცი ვარ და რაღაცებს ვიტყვი ხოლმე.
როგორ გულშემატკივრობთ, ესე იგი, როგორი რთული არის ნეტა როდის დამთავრდება და რაღაცა. ანუ მათ გონიათ, რომ ისინი ფიქრობენ და ეს გარკვეულად სწორია მათი პოზიციები, მისაღებია და სწორი არის და ვაფასებ მე ამას, ალბათ ასეც უნდა თქვან და მეც ასე ვიტყოდი, მაგრამ რეალურად ჩვენთვის ეს ძალიან კარგი გამოცდილება არის. იცით, მე მახსოვს, როდესაც ჩვენ დევნები ქონდა ღამეები არ გძინავდა და რთული იყო, ძალიან რთული იყო. სხვაგან ვიყავით სახლიდან გაქცეულები დაგვდებდნენ, მაგრამ რეალურად ეს ტკბილი დღეები იყო და ტკბილი მოგონება. ამიტომ იცით, როდესაც შენ თავშეწირული ხარ, როდესაც სირთულეების გადიხარ, ხო, ამას თავისი სიტკბო აქვს, მეგობარ. სიტკბო აქვს ამას თავისი. როდესაც შენ სირთულეში გადიხარ და ღმერთმა დაგიხსნა, ეს უფრო ტკბილია, ვიდრე სახინკლეში ჯდომა. აი ძალიან რაღაცა ისეთი შეგემთხვა და ღმერთმა ამოგიყვანა. ეს ძალიან კარგი განცდაა, ჩემო მეგობარო. ამიტომ, როდესაც წერია წარუდგინეთ მსხვერპლად, ხო, ეს იმას ნიშნავს, რომ მე მზათა ვარ შევიდე ამ ბრძოლაში. და ვიცი, რომ გამარჯვებული გამოვა. და ეს გააკეთა იესომ ჯვარზე. იესოს ცემდნენ, გვემდნენ, აფურთხებდნენ, ლანძღავდნენ, მაგრამ აღდგომამ მოიტანა სიტკბო. გამოცხადების 12-ის 10-დან 11-ის ჩათვლით. და გავიგონე დიდი ხმა, იოანე ამბობს, მომავალზე, ცაში, რომ ლაპარაკობდა. დადგა ჩვენი ღვთის ხსნა, ძალა და მეფობა და მისი ქრისტეს ხელმწიფება, ვინაიდან გადმოგდებულ იქნა ჩვენი ძმების ცილის მწამებელი. ცილს რომ სწამებდა მათ დღე და ღამე ჩვენი ღმერთის წინაშე და გაიმარჯვეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით და არ შეიყვარეს თავიანთი თავი თვით სიკვდილამდე, ანუ თავი შესწირეს. წერილები ამბობს, რით შეიძლება გამარჯვება ბოროტზე. 3 რამ, რითაც იმარჯვებს ღმერთის მორწმუნე. პირველი, ეს არის კრავის სისხლი. რა არის კრავის სისხლი? იესოს სისხლი. როგორ ვიმარჯვებთ იესოს სისხლით? როდესაც ჩვენ გვაქვს რწმენა იმისა, რომ მართლაც გოლგოთის ჯვარზე იესო ქრისტემ დაღვარა სისხლი, ანუ შეეწირა მსხვერპლად ჩვენი ცოდვებისათვის, ჩვენს გამო მოკვდა ჯვარზე, ჩვენს გამო მიიღო სასჯელი ჩვენი ცოდვების გამო, რაც ჩვენს გვეკუთვნოდა, თუ ეს გვწამს, მაშინ ამის მოწმობა არის დაღვრილი სისხლი მისი, რომ ნამდვილად იყო მოკლული მსხვერპლი. ერთი რამ, რაც არის გამარჯვება, ეს არის რწმენა. ჩვენ უკვე სიბნელის სამეფოდან გადმოვედით სინათლის სამეფოში, ბოროტის სამეფოს პასპორტი დავხიეთ, დავწვით და ავიღეთ ზეცის სამეფოს პასპორტი. მეორე არის მოწმობის სიტყვა. რა არის მოწმობის სიტყვა? როდესაც წარსდგები სასამართლოზე და ბოროტი ცილის მწამებელი, რომელიც გადმოგდებული იქნა, დღე და ღამე ცილს წამებს. ვიცით, ეხლა ხატოვნად ვამბობ, მე ზუსტად არ ვიცი იქ სასამართლო როგორ იქნება, მაგრამ თქვენ იცით, სასამართლო ასეთი არის, მოსამართლეს ზის, მარცხნივ არის პროკურორი, მარჯვნივ არის მბრალდებელი და მისი ადვოკატი. პროკურორი რას აკეთებს? ბრალსდებს. ეს გააკეთა, ის გააკეთა, ეს გააკეთა, ის გააკეთა. ადვოკატი რას ამბობს?
არ არის საფუძველი ამას რო ამბობს, არ არის წესრიგში ეს მოგონებული 100 ამბობს. მოსამართლე უსმენს ერთსაც და უსმენს მეორესაც და ბოლო ვერდიქტი ვის გამო აქვს? მოსამართლეს. პროკურორს ეუბნება, ეს პუნქტი სწორია, მაგრამ აქ ვერ დაასაბუთე. ამის მტკიცებულება არა გაქვს, ამის მტკიცებულება გაქვს. პროკურორს ეკითხება, ადვოკატს შეუძლია კითხვები დაუსვას და ასე შემდეგ. ეს მთელი პროცესი არის. და ეხლა ამ სასამართლოზე გამარჯვება მოდის კრავის სისხლით. რას ამბობს პროკურორი, რას ამბობს სატანა? ბრალსდებს, ამან ეს ჩაიდინა, იმან ეს გააკეთა, ის გააკეთა, ეს გააკეთა. ადვოკატი, რომელიც არის სულიწმინდა, რას ამბობს? სისხლი იესო ქრისტესი. მას სწამდა და დაფარულია ყველა ცოდვა. მერტი სიტყვაში წერია, რომ ელიაც ჩვენნაირი კაცი იყო. იმასაც მოსდიოდა ფიქრები. ხან ქალისკენ გაეპარებოდა თვალი და ხან საჭმლისკენ და ხან შეიძლება რაღაცა მოსვლოდა თავში. სულელი ხო არა ვარ, უდარბი ვარ აქეთ-იქეთ, აგერ სხვები ჭამენ და სვამენ მსახურებიო. ისიც კაცი იყო, ჩვეულებრივი. მაგრამ ჩემო ძვირფასებო, ცოდვა იფარება კრავის სისხლით. პირველი ეს არის, მეორე არის მოწმობის სიტყვა. ეს არის ჩვენი ცხოვრება. ჩვენი არჩევნები. როდესაც ადვოკატი გამოვა და იტყვის, აი მაგალითად ჩვენი სასამართლო. ჩვენ ვიცით, რომ ეს ხალხი არ შეეკრა უშიშროებას. ჩვენ ვიცით, რომ ამ ხალხმა არ გადაუხვია იმ გზიდან, რომელზეც იდგნენ. როდესაც იქ იყო საუბარი, არ შერცხვა და თქვა, რაღაცა არ მიუხმოუხვია. თუ მიუხმოუხვია, ნანობდა და მოინანია. ისე არ არის ძვირფასება, რომ ვინმემ არ მიუხმოუხვია. მაგრამ ჩვენ ნანობთ ამას და ვამბობთ, რომ მეორეჯერ გამოვასწორებ უფალ. აღარ შემეშინდება, აღარ მოუქონავ თავს. აღარ დავიხე უკან. ან საერთოდ არ წავალ იქ, თუ არ შემიძლია დავდგე ისე როგორც საჭირო არის. ეს არის მოწმობის სიტყვა, შენი ცხოვრება, შენი არჩევნები, შენი ყოველდღიური გადაწყვეტილება. ყველაფერი იქ დაგროვდება ძვირფასებო. წიგნში იწერება ყველა საქმე. და მესამე, რაც იყო ნათქვამი, რომ არ შეიყვარეს თავიანთი სიცოცხლე თვით სიკვდილამდე. ჩვენი წარმატება ძვირფა, გინდა რომ იყო წარმატებული? გაყევი უფალს და იქნები წარმატებული. ახლა ეს კვარა დაიწყეს და ლოცულობ, რომ რამე არ დამართონ ამ ბიჭს. აცალონ ცოლის მოყვანა და შვილის გაჩენა და რაღაცეები. შეაწუხეს. თამაშობს. ეხლა ხო არ შეიძლება ასე რომ ესე იგი ყველგან კვარა იყოს და ყველგან ესე იგი ბურთზეც კვარა, უთოზეც კვარა, იმაშიც კვარა, ხო არ შეიძლება ასე, ხო? ვიღაცა ისწავლა და ვერ მიიღო ეს მილიონები. მერე მოიყვანენ მერად და დაუწყებს ყველა ლანძღვას. და შეიძლება გაძარცვოს ყველა. რა არის ეს? საზოგადოება არის ჩამოუყალიბებელი. რატომ? იმიტომ რომ არ იცის წარმატება რა არის. წარმატება ის არის, ჩემო მეგობარო, იქ სასამართლოზე რო წარსდგები, იქ გამოჩნდება შენი წარმატება და ქულები. დიდება იესოს. მილიონობით ადამიანი მოძრაობს სიკვდილისაკენ, მაგრამ იესოსერი მოძრაობს სიცოცხლისაკენ. 1 კორინთელთა 6:9-ში წერია. ანდანუ თუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში მყოფი სულიწმინდისა, რომელიც ღვთისგან გაქვთ და რომ თქვენ თავს არ ეკუთვნით. ანუ როდესაც შენ ხდები ქრისტიანი, გარკვეული პასუხისმგებლობები გაქვს,
მაგრამ ეს ძალით არ მიდის, მსხვერპლი ძალადობით არ არის, მსხვერპლი არის ნებაყოფლობით. როგორიც არის, აი მე მეკითხებიან ხოლმე, შეიძლება ქრისტიანმა ეს გააკეთოს, შეიძლება არ გააკეთოს, იცი ჩემო მეგობარო. ქრისტიანობა არის თავისუფლების რწმენა. პავლე მოციქული ამბობს, ყველაფერი არის ჩემთვის ნებადართული. თუმცა ყველაფერი სასარგებლო არ არის. შენ რა დონეზეც ხარ, შენ შინაგანში იმ დონეზე უნდა ემსახურო უფალს. მე რო გითხრა შენ რომ არ შეიძლება, ხო? ეს რაღაცა, ეს შენთვის არაფერს არ ნიშნავს. თუ შენ ამას არ გააკეთებ, იმიტომ რომ არ შეიძლება, ეს სულიერ სამყაროში არ მუშაობს. მაგრამ იმდენად რამდენადაც შენ ვითარდები უფალში, იმდენად შენში მოდის შინაგანად ის სულიერი სიმწიფე, რა უნდა გააკეთო და რა არ უნდა გააკეთო. ქრისტიანობა არ არის გააკეთი არ გააკეთეს რელიგია. შენი შინაგანი უნდა მწიფდებოდეს და სიმწიფეს მოაქვს დასტური შენში რა უნდა გააკეთო. დიდება იესოს. 1 პეტრეს 2:5-ში წერია. თქვენც აშენდით ცოცხალი ქვებივით სულიერ სახლად, წმინდა სამღვდელოებად, აშენდითო, ნახეთ, სახლი შენდება ძვირფასებო. ასევე ჩვენც ვშენდებით სიტყვის მოსმენით, უფალთან ურთიერთობით, ფიქრით, მსჯელობით, ჩვენ ვწიფდებით და ვემსგავსებით იესო ქრისტეს. წმინდა სამღვდელოებად, რათა იესო ქრისტეს მეშვეობით შესწიროთ ღვთისთვის სასურველი სულიერი მსხვერპლი, მხოლოდ აშენების შემდეგ, რაც უფრო მეტად ვშენდებით, მით უფრო მეტად შეგვიძლია ეს მსხვერპლი, ჩვენი თავი მიუტანოთ ღმერთს. დაწერილია რომ ღმერთისათვის სასურველი მსხვერპლი. სასურველი მსხვერპლი რა არის ძვირფასებო? შენ ნებაყოფლობით რო აკეთებ ამას. ასე არის ჩემო მეგობრებო, შინაგანიდან მოსული არის კეთილსასურველი ღმერთისათვის.